შესაძლოა დღეს გამოცხადდეს გადაწყვეტილება გიორგი ჩიკვაიძის საქმეზე. ბიზნესმენი საქალაქოში არც მხარეების დასკვნით სიტყვას ესწრება. ის ხდომაზე აღარ გამოჩენილა მას შემდეგ, რაც ოჯახმა მოწამვლის შესახებ გამოთქვა ეჭვი. გამოძიება გიორგი ჩიკვაიძეს და მის ბიზნეს პარტნიორს დიდი ოდენობით თანხის მართსაწინააღმდეგო მითვისებას ედავება. კეთი ნადიბაიძე მუშაობს საქალაქოში, ის გვერდება დეტალებით პირდაპირ ეთერში. ამ წუთებში სასამართლოს დასკვნითი სიტყვით მიმართავს ბრალდების მხარე, ანუ პროკურატურა, რომელიც გიორგი ჩიკვაიძეს და მის ბიზნეს პარტნიორს ბრალს დებს ფულის მითვისება გაფლანგვაში. ამის შემდეგ ჯერი არის უკვე დაცვის მხარეზე, ბრალდებულებზე, ადვოკატებზე, მათ უნდა მოახსენონ სასამართლოს დასკვნითი შემაჯამებელი სიტყვა, თუმცა ეს დიდი ალბათობით მოხდება უკვე შემდეგ სასამართლოს ხდომაზე და ამის შემდეგ მოსამართლე გავაკიდეთ გადაწყვეტილების მისაღებად. დღევანდელ ხდომას ესწრება ბრალდებული ჩიკვაიძე, რომელიც მოსამართლის მიერ ხდომიდან არის გაძევებული. ჯერჯერობით არ ვიცით რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო და მისცემს თუ არა ბრალდებულს დასკვნითი სიტყვით სარგებლობის შესაძლებლობას და ვერდიქტის ხდომათა დარბაზში მოსმენის შესაძლებლობას. ამის შესახებ ცნობილი დიდი ალბათობით მომდევნო ხდომაზე გახდება, რადგან როგორც ჩვენთვის არის ცნობილი ინფორმაცია, დღეს დასკვნითი სიტყვის უფლებით ისარგებლებს მხოლოდ ბრალდების მხარე. პროკურატურა ისევ დაიწყებს იმ აბსურდის მტკიცებას, რა სამტკიცებდა აქამდე რომ ვითომ რაღაცა ვინმე რამე დანაშაული ჩაიდინა, რაც არის აბსურდი და მთელმა საქართველოს უკვე ნათლად არაერთხელ ნახა გიორგის მონაყოლით და ასევე ფაქტებით, რომ არანაირი დანაშაული არ ჩაგვიდენია და არანაირი და არც მტკიცებულება არ აქვს. არ მგონია რომ გიორგი დაასწრონ ამ სასამართლოს, იმიტომ რომ ის გაძევებული ყავს მოსამართლე იზაკ ელენჯერიძეს, მეც გამოძევებული ვარ, მაგრამ გარეთ დაველოდები სასამართლოს ხდომას. როგორც იცით, გიორგი იბრძვის იქიდან, ციხიდან. დღეს ამ პროტესტს აქვს რამოდენიმე ცხელი წერტილი, ერთ-ერთი ეს არის სასამართლოს ხაზი, მეორე არის ციხე, რუსთაველი და კიდე საზღვრებს გარედანაც უნდა ვიბრძოლოთ, რომ ეს მთავრობა წავიდეს. მე საზოგადოებას შევახსენებ, რომ გიორგი ჩიკვაიძე მის ბიზნეს პარტნიორთან ერთად ბრალდებული არის ფულის მითვისება გაფლანგვაში. საქმე ეხება დაახლოებით 9 მილიონ ევროს და ხელშეკრულებას ბიზნესმენ ელგუჯა თურმანიძესთან იახტის შესყიდვის შესახებ. სწორედ ელგუჯა თურმანიძე მუჩივლა პროკურატურაში ჩიკვაიძეს და მის ბიზნეს პარტნიორს, რომლებიც ამბობენ, რომ ეს ბიზნესმენი არის ივანიშვილებთან დაახლოებული და ახლა ის მონაწილეობს ივანიშვილების პოლიტიკურ ანგარიშწორებაში გიორგი ჩიკვაიძის წინააღმდეგ, რომელმაც უარი უთხრა ივანიშვილებს უკანონო დავალებების შესრულებაზე. საჯაროდ დაიწყო ქართული ოცნების კრიტიკა და ახლა ამისთვის ისჯება, ასეთი არის პოზიცია ბრალდებული ჩიკვაიძის, მისი ბიზნეს პარტნიორის და მათი ინტერესების დამცველების, რომლებიც ამბობენ, რომ დანაშაული, რომელსაც პროკურატურა ედავება ბრალდებულებს, საერთოდ არ წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს და თუ კი რაიმე გაურკვევლობა იყო ხელშეკრულებასთან დაკავშირებით და პრეტენზიები აქვს ხელშეკრულებასთან დაკავშირებით ბიზნესმენ თურმანიძეს, ეს სამოქალაქო დავის ფორმატში უნდა გადაწყვეტილიყო.